ტრამპს ჩინეთში SpaceX, Goldman Sachs, Apple, BlackRock, Boeing, Nvidia, top tech გიგანტები და ბიზნესმენები ჩაყვნენ. დასავლეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანები. ჩინეთს მოუწია 20 წელს დასანქცირებული ამერიკელი სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სახელი შეცვლა იმისთვის, რომ ქვეყანაში შეეპარებინა. მას მარკო ლუზე გადაუკეთეს სახელი. საპატიო ყარაულის დახვედრა, ბავშვები ამერიკის და ჩინეთის დროშებით. ილონ მასკი ჩინურ უძველეს სასახლეს უღებდა ვიდეოებს. რუბიო ჩინურმა ჭაღმა მოხიბლა. ტრამპი და სი ხელის ჩამორთმევაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მოკლედ, ხმამაღალი ჰედლაინები და განცხადებები მოყვა შეხვედრას. პოლიტიკურად კი ეს შეხვედრა იყო ჩინეთის მიერ ამერიკისთვის პირდაპირ და ხისტად წითელი ხაზების ჩვენება. ამერიკამ კი 2017 წელთან შედარებით, როცა $250 მილიონ მეტი ღირებულებების ხელშეკრულებები გააფორმა, ახალ თითქმის არაფერი. მედიებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ დახურულ კარს მიღმა სიმ ტრამპს უთხრა თუ კიდიდეს ხაბაკს უნდა დავაღწიოთ თავიო. ანუ ამერიკა უნდა შეეგუოს, რომ ჩინეთი ძალიან მალე ჩაანაცვლებს. 世界走到新的十字路口。 რუბიომ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ჩინეთი ცდილობს შეიარაღებაში დაეწიოს ამერიკას და საბოლოო მიზნად აქვს გლობალურად ისე მოახდინოს საკუთარი ძალების პროეცირება, როგორც ამას ამერიკა აკეთებს. So I don't think it's just limited to Taiwan. I think they have ambitions to ultimately be able to project power globally the way the US does now. ჩინეთის ელჩმა ამერიკაში კი ისაუბრა წითელ ხაზებზე. უპირველესია ტაივანი. ხელშეუხებელია ჩინეთის სუვერენიტეტი და განვითარებაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დახურულ კარს მიღმა სიმ ტრამპი პირდაპირ გააფრთხილა. ტაივანის საკითხის არასწორად მართვა ჩვენ შორის კონფლიქტს გამოიწვევსო. ცოტახანში კი რუბიომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკის პოზიცია ტაივანზე არ იცვლება. Our policies on that have not changed. ტრამპმა თავი არიდა ჟურნალისტებს, როცა კითხეს მიდიოდა თუ არა საუბარი ტაივანზე. ამერიკა არ უზიარებს ჩინეთს მაღალ ტექნოლოგიურ ჩიპებს. ჩინეთი შეზღუდულად აწვდის იშვიათ მინერალებს ამერიკას. ამიტომ იყო მოლოდინი, რომ მხარეები ყველაზე მეტს ტექნოლოგიებზე ისაუბრებდნენ. მოლოდინები არ გამართლდა. ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთ ამერიკას არაჩვეულებრივი ურთიერთობები ელოდებათ. კომპანიებს მოუწოდა გააფართოვეთ ურთიერთობა ჩინეთთანო. სი ძინპინმა კი თქვა, რომ ამერიკა და ჩინეთი არა კონკურენტები, არამედ პარტნიორები უნდა იყვნენ. ასე ჯობია მსოფლიოსთვისო. ექსპერტებს არ გამორჩენიათ სი ძინპინის განგებ-ნასრული ფრაზაც. ამჟამინდელი საუკუნეობრივი გარდაქმნა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. 2100年变局加速演进。 დიდაც ამერიკას მიანიშნა, რომ ამერიკა პირველობას კარგავს. ამერიკამ ბევრი ილაპარაკა ირანზე და სავაჭრო ურთიერთობებზეც. ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთს უნდა ირანის ომის დასრულება, ჰორმუზის გახსნა და არ ემხრობა ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას. თქვა ისიც, რომ სიმ დადო პირობა, რომ ირანს ჩინეთი იარაღით არ მოამარაგებს. პრინციპში ჩინეთს განსხვავებული პოზიცია არ